რინერი რაღაც დავოსაბთო? მე ვიცოდი შიდოებით. რინერს ვერ მოუგებდი და უნდა დამეხეთქე. ძალიან დიდი მადლობა ინას და მის ოჯახს, რომ ესეთი ყურადღება გამოიჩინა. ჩვენ რა უფლება გვქონდა, რომ მეგობრულ ხელს კაცი რო გიწოდებს ნაღირსეული, რომ ხელი გვეკრა, ჩაგვეხუტა, მოგვეფერა, დაგვპატიჟა. რატო არ უნდა ჩავსულიყო? უშავს კომპლექსია. აი ტუები რო ედო უკვე კაი. გაუცლებლად გვეშველებაო ეგრე დაიწყო. და რო დაიწყოს არაფერი არ გუშინდა. მეფესავით პოდკასტი. გამარჯობა, ამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ ბრუნდებით და ვიწყებთ მეფესავით პოდკასტის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია ქართული ძიუდოს მეფე გურამ თუშიშვილი. გამარჯობა თუშა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა შენ რომ დაგვთანხმდი პოდკასტში სტუმრობაზე. სანამ დავიწყებთ პოდკასტის ჩაწერას, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ვიდეო, დატოვოთ კომენტარი, რათა გქონდეს უფრო მეტი мотиваცია, რომ გყავდეს ასეთი მაგარი სტუმრები, როგორიც არის გურამ თუშიშვილი. თუშა, მოდი თავდაპირველად დავიწყებ კითხვით, ვინ არის ქართული ძიუდოს მეფე? ქართული ძიუდოს მეფე? ლაშა ბექაური. ორგის ოლიმპიური ჩემპიონია და მაგით ყველაფერი ნათქვამია. ესეთ პატარა ასაკში და კიდე რამხელა პერსპექტივა აქვს, რომ დაიპყროს ოლიმპიური წვერვალები. კარგი, სანამ ბექაურზე ვისაუბროთ, მოგვიანებით კიდე დაუბრუნდებით, მანამდე წინა ეპიზოდის სტუმარის კითხვას დაგისვამ თემურ ქეცბაიასი. როგორ ფიქრობ საქართველოსთვის კარგ საქმეს აკეთებ? საქართველოსთვის? რა თქმა უნდა. დავოსაბუთო? რაში გამოიხატება? აი შენი გადმოსახედიდან. ჩემი გადმოსახედიდან. პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, სპორტსმენი ვარ და რავი შეძლების და გვარად საქართველოს სახელი გამაქვს საზღვრებს გარეთ და ვაცნობ საქართველოს მსოფლიოს. ჰიმნიც არაერთხელ აგიჟღერებია. კი ბატონო. და კიდევ ბევრჯერ ავაჟღერებთ. აუცილებლად. რახან თავიდანვე დავიწყეთ ლაშეთის საუბარი, მაინც ახალ თაობად ითვლება, ახალი თაობის წარმომადგენელი არის და შეძლო ფაქტობრივად ისეთი რამ, რაც ვერავინ ვერ გააკეთა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ზედიზედ ორჯერ გახდა ძიუდოში, დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ ტალახაძე ზედიზედ სამჯერ გახდა ძალოსნობაში. ძიუდოში რაც ლაშამ გააკეთა, ვერავინ ვერ შეძლო. ვერავინ ვერ შეძლო და სხვა შორის გონი ევროპაში სარავინ არაა, ორგზის ესე მიყოლებით ოლიმპიური ჩემპიონი რა. რაც შეეხება აშზე 20 წლის იყო რა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, შემდეგ 24 წლის და ეხა უწევს 27-28 წლის უნდა იყოს, როცა ხალხი მაგ დროს ერთხელ რო ხდება უკვე ბედნიერია და თან თუ ჩემპიონი გახდა ხო საოცრება. თან უმიზნებს ხო 4ჯერ უნდა გავხდეო, რომ იაპონელის რეკორდი მოხსნაო. ხო, იაპონელს აქვს, ნუ ეხა რინერი შეიმატა და იაპონელი ნამურას აქვს 3ჯერ მოგებული. რა განასხვავებს ლაშას სხვა თაობისგან, ესე რომ ვთქვათ? ხასიათი ფაქტია, რომ ძალიან მაღალი დონის აქვს. კი ბატონო, ხასიათი პირველ რიგში და მეორე სასწაული ჭიდაობის ალღუ აქვს. იცის ზუსტად სად უნდა დადგეს, რა უნდა გააკეთოს. ძალიან ძლიერი არის. როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად რა. სასწაული გააკეთა ახლა ბოლო მსოფლიოზე, ნუ სამწუხაროდ ინდივიდუალურში გამოვარდა. ესე უცნობ მეტოქესთან რა შეიძლება ითქვას, რა არ უნდა გამოვარდნილიყო რა მაგ ბიჭთან. მაგრამ 2-3 დღეში გამოვიდა და მურაო დააგდო. მე მსოფლიო ჩემპიონი დააგდო და არა ერთხელ ყავს დაგდებული მურაო. სწორედ ეგ მომენტი არის რა, რაღაც ბოლო წამებზე რო თითქოს აღარაფერი აღარ იყო საიშროება და მურავმაც რო იგრძნო, ზუსტად მან დიგრძნო. ეგ არის რომ გონებრივად ძალიან აზროვნებს ჭიდაობაში და იგი ხმარება რა. ო ოლიმპიადაზეც ხო დაუქეჩა აგებდა და მე ჯერ გავუხანებაზარი გაუქეჩა. ძალიან ძნელია რა, როცა აგებდა თან ბოლო წამებია და რო არ ნებდები ძალიან რთულია. ეს ხასიათი გადადის სხვა ბიჭებსაც? რა თქმა უნდა გადადის, მაგრამ ნუ მაინც ინდივიდუალურია რა. ეს ბექაურის სტილია და ბექაურს მისაღ მერცმა მაგის ნიჭი რო ეგ აკეთოს. რომ არ ხასიათებზე რო ვსაუბრობთ, ბექაურთან ერთად აუცილებლად ჩანს უნდა იდგე რა ბექაურის გვერდით, იმიტომ რომ შენი ხასიათიც ძალიან მაგარია, ფეთქებადი, უცბად ისეთ რაღაცას გააკეთებ, რომ არავინ არ ელოდება რა.
ხო, არის, ეგ ის სპორტული ის არის, რომ არ უნდა დანებდე რა. შეიძლება წააგოკიდევაც რაღაც, მაგრამ სულ ბოლომდე უნდა მიაწვე ესე რომ ვთქვათ რა. სადღაც ხო გამოდის, სადღაც არ გამოდის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად ეხავ მაგ დროს რა, შენ მოწინააღმდეგეს და სადღაც უშვებს იმ შეცდომას და იმ შეცდომას რო უშვებს, ეგ შენ უნდა დაიჭირო მაგ დროს სიგრძნო და გამოიყენო რა. აი მსოფლიოზე თქვით გუნდურზეც ცალკე მივალთ. შენი გამოსვლაც რო შევაფასოთ მაშინ რა დაგაკლდა შენი აზრით? აი რა იყო ის რაც ფინალში ინდივიდუალურში. კი. დაკლება, რთული მოწინააღმდეგეა ბოლოს 4 შეხვედრა დავმარცხდა უკვე ძალიან ძლიერი ბიჭია ფიზიკურადაც, მენტალურადაც, აი ჩვენაირი ხასიათი აქვს, მებრძოლი არის, სადურდად გასტეხი არ არის რა. ესე რომ თქვი ვიღაცა შეიძლება ევროპის, აზიის რაღაც თემას ექნება, მაგრამ აი ჩვენთან ახლოს არის რა და დამაკდა ალბათ ის რომ ნაადრევად გაკეთდა გდება. ცოტა სხვანაირად შევაფასე ჩემ თავში ეს გდება რა. და მე რაღაც ეს ემოციებიც კიდე მე შეცდომა დავუშვი, რა სხვანაირად წავიდა უცებ ეგ. მე ვფიქრობდი რომ უფრო დიდხანს უნდა გამეწერა ეგ შეხვედრა. რომ რაღაც დამატებითამდე რაღაც სხვა რაღაცაზე მქონდა აგებული, მაგრამ ისეთი მომენტი მქონდა რომ იმას ხელიდან არ გავუშვებდი და რა მე დღესაც ეგრე ვფიქრობ, არავის არ იწყდება რომ იპონი იყო ეგ გდება რა. აი ეგ უნდა მეკითხა. რა უყოთ ეგრეა. ძალიან ცუდ ტენდენციად იქცა ეს, რომ საჯების დამოკიდებულება ქართული ძიუდოისტების მიმართ. არ ვიცი ხო უბრალოდ დამთხევა არის ეს. თუ რეალურად ესეა, მაგრამ რაც ჩანს, იქნა გამომდინარე ვამბობ რა. როგორ ეხ მარტო ქართველებზე სანამ არის, ზოგადად არის რაღაცეები რა, რაც არ შეიძლება რომ აი ესე შეეხო რა ამ წესებს. ეხა სპორტსმენი ხან თავზე დაეცემა, თან მით უმეტეს მოჭი ხან რაღაც მაგაზე ხან სოკომაკა იყო. ეხა ხან სოკომაკი აღარ არის და არც უნდა იყოს რა. ეხა მთელი ცხოვრება უფროსებში რომ ახალგაზრდებში და კადეტებში კიდე შეიძლება რომ რაღაცა დაიზიანონ და ეგ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ისე დაიცე ბეჭებზე რომ მან რა სუნთქვა შეგეკროს და რაღაც ძიმე შედეგები მომიხვიდა. აი ისეთ რაღაცებს აკეთებენ უცებ ცვლიან იმაში რომ ვეღარ იგებ მე შენს და რო ჭიდაობ მოჭიდაო ეხა რა ხან თავზე დაიცემი და ხან მხარზე რა. აი ეგ ემოციები ფინალის შემდეგ გქონდა ვლოგში გამოტანილი ჩვენ თუ ნახე ეგ ვლოგი თუ კი ნახე ხო ეგ ემოციების რა მაგაზე ვისაუბრო ძალიან ახლოს რო ხარ და რაღაცა ვიღაცა გართმევს შენ თავსაც აბრალებ აი რა ვიცი ვერ გავიგებ ის დავუბრალო რა სამო ჯამში მაინც ჩემთვის ვაბრალებ მათ თავიდან იტალიელმა საჯმა მოგცა ხო ვაზარი მოგცა და მაგას გეუბნება ზურა კახაბრიშვილი მაგას გეუბნება რომ მოგცაო მერეო ვაიზერმან შესვლა ეგრეა რა ეხ ყველას ნუ პატივს რა თქმა უნდა საჯის შუამ საჯი იქნება ის მაინც ვაიზერები უფრო წვიტავენ რა მოგონებს მოგეწონა ჩვენი ვლოგი კი აუ ისეთი ვიშვიათი არის სხვათა შორის დავინენცი დაწყრის სცენები უები რო ედო უკვე კაი იყო მაგაზე ვიფიქრეთ ავადოთ არ დავადოთ მეთქი არა ხო შეიძლება მე ვიღაცამ სხვანაირად გაიგოს ხო არა მაგათო რა ემოცია ეგ ემოციები იყო ჩემი პირიქით კაია ეგ ემოციები უნდა გავდის უნდა ნახოს ყველამ რომ განიცდის ადამიანი თუნდაც რომ შეეძლო აი მანდაც ხო ამბობ რაღაც მომენტში რომ აი სადგადამატრიალო თვითონ ინალზე და ხო ეგ არის ხო ეგ ემოციები უნდა იყოს ჩემი აზრით იმიტომ ხალხმა უნდა ნახოს რომ განიცდი შენს და ის არ არის რომ ტატამი და გადის ჯუდოისტი და მოვჭი ხო ეგ ხო ზოგადად ისეთი დინჯი სპორტი არის მაინც ჯუდო ეხლა არ გაქვს ემოციების გამოხატვის უფლება რა ხო იქ შიგნით ეხლა ვერ გამოხატავ და სამუდამ დაიმშვიდობები ტატანს არის როგორ არ არის ეგ არავის არ ეგ მე შეიძლება გაიხა თავს არ მოიკნავ რა თქმა უნდა მაგრამ შინაგანად როგორ არ ნერვიულობ ხო რა თქმა უნდა და არასდროს არ დამოიწება მე უკვე გასახდელში რა ვიყავ შესრულები და თუ შამროგვით კაიო გაიცინეთო ვერცხლის მედალიაო რა გჭირთო ხო რა ისე თვითონ იმიტომ რომ თითქმის ეხა იქ მეტნაკლებად ყველა გარკვეული არის ჯუდოში ნუ რა თქმა უნდა ეხა შიგნით კლუბებში ვინც არის და ყველა მიცოდა ნუ ეხა ყველა ხდებოდა რატოს განვიცდიდი და
რატოს განიცდიდა. არა, მაგარი ცუდი გზნობაა წაგებულ ფინალზე მოსვლა. შარშან ანუ აი ხა მეც არ შეამონებს ამის გახსენება, მაგრამ შარშანაც რო ვიყავით რა აბუ-დაბიში, მაშინ იმ კორეელთან ბრძოლის შემდეგ თუ გახსოვს, გასახდელთან რო გელოდებოდი მე რა, მაშინ გურამას ესაუბრებოდი. ხო, მე გელოდები, ვერ მოვდიოდი რომ მე თქვა ჩამეწერე მეთქი და ბოლოს გურამ შარშე როგორი მომენტი იყო კიდე, აი დასანანი იყო, ნუ რა თქმა უნდა, სოფლიო ფინალი წავაგე რაღაც თან არ უნდა წამეგო, მაგრამ ხდება რა. მე ხშირად მემართება იგივე რაღაცები, რომ წასაგები არ არის და ვაგებ რა, რაც არ შეიძლება რა, როცა ისეთი ხარ, წასაგები შეხვდა არ უნდა წააგო რა, მაგრამ მაგას დრო და დრო უკვე ხვეწავ რა. და მაშინ უფრო სხვა განწყობა იყო, იმიტომ რომ ოლიმპიადა იყო უფრო მნიშვნელოვანი. ხო. ეს სოფლიო რა კაი იყო, სტარტი იყო, ნუ რა თქმა უნდა, ტიტულის, მაგრამ ოლიმპიადას რო ელოდები, იმდენი ნერვიულობის დრო აღარ აქვს რა. და ეხა უფრო მეტი დრო მაქვს სანერვიულოთ რა. ეგ არის მეტი არაფერი. მაგ ოლიმპიადის შემდეგ ყველასთვის ცუდად დასამახსოვრებელი იყო ეხა რა თქმა უნდა, რაც მოხდა, ყველა ვნახეთ და ყველა გაუბრაზდით რა მაგის შემდეგ რა. შენ როგორ შეხვდი უშუალოდ ამ ფაქტს? თუ გიფიქრია საერთოდ მოდი დავანებებ ამის დედაც ვატირებ წავალ. არა, იყო ეგ ფიქრები თუ არ ყოფილა? ეგ ფიქრებია. არ მაწუხებს რა. ჩემს ეს სულ ვიზახი მაგას, რომ იმდენად სიამოვნებს. ჯერ ნუ ფორმიდან გამომდინარე, ნუ არ მაწუხებს ახლა ისეთი არაფერი. მაინც უნდა ვივარჯიშო და დავანებო ისე ვივარჯიშო, ისე ვერ ვივარჯიშებ რა. რაღაცის რო იმზადები რა, უფრო მეტად ხარ ჩართული და უფრო ისე ხარ. რაღაც მოლოდინში რო ხარ. ნუ რა თქმა უნდა, ეხ ხალხი ვარჯიშობს და მაგას რა ჯობია, ნუ ჯამთელა ცხოვრობ, მაგრამ როცა სპორტსმენი ხარ, მაგის გარეშე, შეჯიბრის გარეშე ძალიან ძნელია ყოფნა და არ მიფიქრია. პირიქით. უფრო მეტი мотиваცია. ო, შემიძლია ჯერ რომ რაღაც ჩემთავს დავუმტკიცო, გულშემატკივარი გავახარო. ოჯახი გავახარო და ასე შემდეგ. რა მოხდა მან საერთოდ? ყელში რო არ რეალურად დავმარცხდი და რა თქმა უნდა ჩემი ისაც იყო როგორ დავმარცხდი. ეგ არის რა, ეხლა შეგუებული არ ვიყავი არანაირად რომ უნდა დავმარცხებულიყავი. მე იმის რეაქცია და იმის გამო რა თქმა უნდა შემეძლო მაგის გატარება და ავიტანდი იმას და დავმა იმდენად გავუხარდა რომ აი სისხლს რო დაინახავ რა. აი ეგ გამოხარდა რა. სისხლს მე სისხლით უპას. ხო, საერთოდ საიდან წამოვიდა ეგ, იმიტომ რომ ადრე მახსოვს ახლა შენ რომ მაშინ დააგდე იუკოს დააგდე რეალურად 2017 წელს იყო ხო? მაშინ რომ დააგდე მახსოვს ეგ ბრძოლა რომ მორჩა. ხელი აგაწევი მე აქაც იგივე გაიმეორე შენ გორში რო დააგდე იგივე გაიმეორე. ხო ეს გორის ფაქტორი იყო რა, პირდაპირ გორში რო რაღაცა ისი არ მოხდა როგორც უნდა და იმის მერე რაღაცა ის ქონდა რა ჩემს. ძნელია ეხა მაგ ხელა სპორტსმენი რო აგებს, ცოტა ძნელია რომ შეეგუო, მაგრამ ნუ რაღაც ეტაპია, რაღაცა მთავრდება, ეპოქა მთავრდება და ნენა შენს ფსიქოლოგიურად უნდა გადაიწყო, სადღაც წააგებ. ან თავი უნდა დაანება. და ეგ მომენტი ვერ აიტანა ალბათ რა. არ ვიცი. შეიძლება არც არის ეგ რა ეხა. მაგრამ რეალურად მეტი ფაქტი არაფერი არ ყოფილა. ანუ გორიდან დაიწყო რა იდეა. გორიდან დაიწყო. მაგ დღისთან ძალიან ემზადებოდნენ, ეხლა მე ხო ვიყავი პარიზში და მაგ დღეს იყო აკრედიტაციითაც არ გვიშვენენ, ანუ ბილეთები უნდა გაყიდული იყო, რომ რინერი გამოდის და რინერი და მაკრონი მოვიდა და ანუ თელი ოლიმპიადა ელოდებოდა მაგ დღეს და ალბათ იყო ის, რომ უნდა გამختارიყო ოლიმპიური ჩემპიონი ალბათ. კი, ნუ რა თქმა უნდა, ეგ განწყობა ეხა რინერის ნებისმიერ ქვეყანას სადაც არ გინდა ჩატარებული იყო, მაინც ისეთი განწყობა, რომ ჩემპიონი უნდა გახდეს და ნუ 90% ყველა იგრე ფიქრობს, ეხა ვინც იუდოში ერკვევა. და თან ეხა საფრანგეთში რა თქმა უნდა ეგ ფაქტორი ასმაგად იყო. მაგრამ ჩემი შეცდომაც ეგ იყო, მაგრამ გავრისკე რა, მე ვიცოდი რომ შიდოებით რინერს ვერ მოუგებდი და უნდა დამეხეთქებინა. ეგ იყო რა. ნუ კონტროლეცე წამოვიდა მე. ეგ სხვა ის არ მქონდა ხო, აი. ხო, შიდოებით იმაშებიან ეხა თუნდაც შავიც რო გაიხსენო. პირველ ერთ წუთიც არ იყო გასული ფრანკთან. გაბასთან. გაბასთან. ორ-ორი შიდო მიცეს და პირველივე პატარა იმაზე შავის მესამე შიდო მიცეს.
ეგ მიდგომა იქნებოდა რინერისთანაც, რა გაბასადაც ეგრე მიუდგნენ რინერისთანაც. ცოტა ძნელია რა, ეხლა მაგ პროცესი რო გავჭიმო რა ამ ხელაკაც რა, რინერია რა, ეხლა 140 კინომდე არის რა, ის შენც ხო გეცლება ძალიან რა, ეხლა იმას უფრო მეტი რჩება და მე კი იქნება თავიდანვე რაღაცაზე დავახეთქო რა, და მაგაში თან ყველაზე ცუდი ისაა რომ ანუ ეგ მოხდა რა ეხა მარტო ცალი მხრიდან რატო ხედავენ მაგ პროვოკაციულ ქმედებას პირობითად რა ეგეთ რაღაცას ეხა იმან რაც გააკეთა ის მაგისთვის არ დასჯილა რა და შენ რაც გააკეთა ეხა შენც გაქვს ნათქვამი რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა თავი უნდა შემეკავებინან რაღაც მსგავსი რაღაცა მარტო ცალმხრივად რატო ხედავენ ეხლა ხო ეგრე მაგაზეა არ ვიცი ეგრეა მაგრამ მაგის შემდეგ მაინც ძალიან მაგარი დაბრუნება გამოგივიდა ეხლა აი რას ვიზავთ არა შევს აი მაგაზე რო ვიფიქრო ტყუილი დროის ხარჯვა აი როგორ გამოვასწორო მაგაზეც არ ვფიქრობ რა უნდა მიუაწვე და იმაზე არ გაბრაზდი ეხლა დაჯილდოებაზე რო დაგიყენე ეს როგორ არ ჯერ ხო წავაგე საერთოდ არ ვიცოდი რინერი იქ რა ეს რაღაც გავხენე მეც გავბრაზდი მე შენ რას იგზნობ და იქაც ვიგზენე ცოტა ცინიკურად სანამ მოვიდა და ისე იყო რა ხელი მოგარტყა მე რა როანი მას ხო ეხლა ამას იზავნა ამერე კითხვა ისეთ მე კიდე მე არ მონაწილეობდი და მაინც ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი თუ რაღაც აი ხო არის ლეგენდა რა ტიპი ანუ რო თქვა ეხა რავი რა არ ყველა დამეთანხმება რომ ალბათ საუკეთესო არის რა ყველა დროის მაგრამ აი ეს მურტალი ისინი თვისებები საიდან აქვს გამოყოლილი კომპლექსი ალბათ კომპლექსია მიჩვეული არის ფერებას აი ხო ხდები აი რინერი რაღაც ხო რინერი უნდა დაფუძო როგორც სპორტსმენი რინერი სხვა სადაც სპორტუს გადაუხოს ესე რომ ვთქვა, იქ რინერსაც უნდა მიცე შენიშვნა და ნებისმიერ ადამიანს. არ მაგან პირველად რო გააკეთა ჩვენს მიმართ ოქროაშვილი რო ჭიდაობდა რა, ოქროაშვილი ჭიდაობდა მაშინ სამი წამი რო რჩებოდა რა. ადამამ დაანერგა. მათიაშვილი. ხო მათიაშვილი იყო. ხო მათია. ხო აი ეგ გააკეთა და აი ტატამზე მოხდა და ჯერ როგორ უნდა იკადრო რა. ხო ხდება რაღაც მათიაშვილი. აი ხა რინერს შეიძლება მე გავუკეთო ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ ეგ მომენტი შეიძლება მქონდეს, რომ ამ ხელაკაცია და რაღაცა გავაკეთო, მაგრამ იგებ, რა ვიცი, იმაშვები კინემაგას აკეთებ. ხო, არ ვიცი. რადონის სპორტსმენიც არის, რავი, ალბათ სადა დედამიწა არის განსხვავება პიროვნებას შორის. ეს ჩემთან პირადულად თუ რაღაცა იმას ვქენო, იმის იქით ახლა რინერს ვირას ეტყვის. ხო, არა ცუდი დამოკიდებულება არც ქონია ჩვენს მიმართ. ახლა მაშინ ბექაური ტოკიოში რო გახდა ჩემპიონი, ქეხვას ქონა ლაივი ჩართული და მას შეუვარდა მაშინ ნასვამ მდგომარეობაში. ანუ გორიდან შეიცვალა. ხო, მე ეგრე ვფიქრობ, ახლა დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ იმის მერე ცოტა საისქნა რა. თუშას კომპლექსია. ხო და თავიდან მახსოვს ამბობდა რომ ანუ შენ მაგრადევასებოდი რა იმის შემდეგ 2017 შემდეგ რა ხელი რო აწიეთ ერთად რო ვაგაწევინა მაშინაც თქვა რა მახსოვს კომენტარი გადუნებს ხო ანუ ეგეც გადუნებს მაგდას წაგებას ვერავინ ვერ იტანს მით უმეტეს მაგხინა სპორტსმენი ცნენია ხო რთულია მესმის აღარ გვინდა რინერი. ხო, მართლა ისა. და ის ნუ ისე სოფრეოზე რო იყოთ, გუნდურში ელოდით ოქროს? გუნდურში ესე გუნდურზე ჯერ ფიქრის დროც არ მქონდა, ისე ვფიქრობდი ჩემი იმას რა, ჩემი შეხვედრას, იმიტომ მე წინა დღეს ვიჭიდა მეორე დღეს გუნ. აი დარვეში რო შევედი, რომ მოვედი უკვე გუნდურზე, ცოტა დავაგვიანე, აი გასახურებელში რო დავინახე ეთო და ის უმაგას ვიძახი გოგოები ეს ბიჭები რაღაცნაირად ჯეროდა რა აი რო დავიწყეთ პროცესი ჯეროდა რა ხასიათი ქონდა მაგარი რა და ეს ხასიათი ალბათ იმ უოქროობამ მოგვიტანა რა რაც ინდივიდუალურში ვერ ავიღეთ ქონდა მაგის შანსი რომ უკვე გახარებულები ყოფილიყავით და რავი ეგრე ახდა რა ზოგადად ქართულ კაცს გაბრაზება უხდება რა. გაუბრაზით ალბათ რა იმ ინდივიდუალურ შედეგზე და საბოლოოდ კარი გამოვიჯახუნეთ ყველაზე ხმაურიანად ალბათ მაგარი შეეხება მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მედალი
არა ხო მაგრამ ისი აუწიეთ თამასა რომ მინიმუმ 2 ოქროს უკვე ველით ხოლმე რა თუნდაც ოლიმპიადაზე თუნდაც მსოფლიოზე ნუ ევროპა ჩვენია რა ევროპა ჩვენია მაგან დიდი როლი ითამაშა რა ხო თვითონ ის დარჩენილი აი ზოგმა შემთხვევით ზოგმა რაღაცა და ეს დარჩენილი ენერგია ყველა მიქჩადო რა და გამოჩნდა თქვენს ხო იქ აი ბოლო წვეთამდე იბრძოლა ყველამ რა იყო საუბრები ისე ინდივიდუალური შემდეგ გუნდურამდე რა ესეთი ბრაზიანი გაბრაზებული აი დარბაში რასაც უყურებდით ეგ არ უხდება ბევრი საუბარი არა საჭირო შედი გააკეთე და გამოდი ეგ არის ისე სხვათა შორის რაც დავაკვირდი ამას რა რაც კაპიტანი გახდი გუნდურში მაშინ დავიწყეთ ისტორიის დაწერა არა იქამდე ოქროებით არა ევროპის ჩემპიონები ვიყავით იქამდე სოფლიოც ვიყავით მაგრამ მაშინ სულ ბიჭები იყვნენ ხო ბიჭები არ მე ვჩვენებობთ აი ეს შერეული გუნდურში ყოველთვის მაგრა ვჭიდაობდით რა აი არ ვიცი ყოველთვის ეს გუნდური თან ჩვენი სპორტი მაინც ინდივიდუალურია და ეს გუნდურიც რო არის მაგ დროს სხვა რაღაცა რა ერთმანეთის ყველა ერთად ვართ აი ეს ჩვენი ენერგია ერთმანეთში ნაწილდება ეს შეძახილი ის ინდივიდუალური შეიძლება შენ გამოდიოდა ერთ დღეს და მე უნდა დავისვენო მაგ დროს ხო ხდება ჩემი ენერგია შეიძლება ვერ მივცე იმიტომ რომ ჩემ თუ შევინახო იმიტომ რომ მეც მჭირდება და იქ გუნდურში ყველა ერთმანეთს რო უზიარებს უკვე ძალა რა და მე გამოვცვა მიშომ ნამდვილად არ ვოდი ბახბახიშვილის ესე ჭიდაობა მაგრა იჭიდავა ძალიან იაპონელს მოგო კორეელს მოგო მეტი რა იტალიელი და ის არ მოუწია იმითი ნუ ეთო სხვა თემა ეთოზე ცალკე ვილაპარაკოთ ყველამ სათითაოდ რა აი თითო აი ძალიან მაგრა იჭიდავა რა აი ვერცერს ვერ გამოარჩევ აი გოგოები და ბიჭები და მაქსიმალურად თავი შეწირა ვისაც რა შეეძლო ყველაზე დიდი ემოცია ალბათ იაპონიამ გამოიწვია ხო იაპონიასთან მოგება ხო იაპონია ხო ყველა მოვიცი სოფლიო ჩემპიონობა გასაგებია მაგრამ ეხა იაპონია მაინც ხო იაპონიას გუნდურში რო ამარცხებ სხვა არის და ეხა თითო წონებსაც რო ჩამოვყვეთ რა რავი ბექაურმა იმას მოუგო სახელები მაგრები ყავდა მურაუს მოუგო ეთომ გაუმეორა ფინალის იმას მოუგო მეც კაიბიც მოუგო ბახბახამ ნუ იაპონია ისე არავის არ წამოიყვანს რა ხო რა თქმა უნდა ჩემპიონატზე ფაქტი სახეზეა შედეგებსაც მეტყველებს ყველაფერი და 7 წელი სულ ეგენი იგივნენ და მაგ ფინალის შემდეგ ახლა როგორ არ უნდა გეფიქრა რომ სოფლიო ჩემპიონები გავხდება უკვე ის იყო რა გადაწყვეტილი მაგით ყველაფერი იაპონიას რომ ხო მე ხო აი ხა რა უნდა მოხდარიყო იქ კორეას ხა მე ფინალში ჩემი მარცხის მე მაინც ცოტა რისკის ქვეშ ვიდექით ცოტა დავიძაბე მეც კი ცოტა თან ბავშვი დაგიყინეს ის დაღლილიო კი ამატრიან მაგრამ მე სხვა რაღაცა იყო კიდე და აღარ მივიდა იქან სანერვულო აღარ გახდა რა ხო სანერვულო ეგ სანერვულო აღარ გახდა თავიდან ვინერვულეთ მაგრამ მე გამოასწორეს მაგრამ რა ეგ არის გუნდური რა ერთმანეთის შეცდომებს ვასწორებთ საშუალება გვაქვს რა მაგის რა კი თუ შამ შერეულს როგორ შეხვდით აი იყო სულ ბიჭების გუნდური და ნუ მე გადაწყდა რომ სამი ბიჭი სამი გოგო და თუნდაც მაგდენი გოგო არ ყავდა იმ ეტაპზე ვერ გამოდიოდი 2017 წელს ჩატარდა პირველად ნუ თავიდან რა თქმა უნდა ჩვენი გოგოებიც არ უყვნენ ჩვენ გოგოებიც ახალგაზრდები არიან ჩემი თაობა ცოტა უფროსები ვართ ჯერ ახალგაზრდებში ჭიდაობდნენ ის და არ იყო წამოიზარდნენ ხო წამოიზარდნენ და ნუ იქ საუბრები იყო რომ ნუ რაღაც დრო გჭირდება მწვრთნელების და ფაქტი სახეზია რა მართლა დრო დაგჭირდა დრო და სწორი მუშაობა და აი სოფლიო ჩემპიონი გახდა ჭანტურიოსაც ჭიდავა სოფოთსაც აი ცოტა აკლია რომ ეხა ნენინა უკვე მედალზე მაინც გაიწიოს რა მედალზე გაიწიოს მაგის ყველანაირი საშუალება აქვს თან თუ სოფო მანდ გამოვიდა თვალზე ტრავმა ჰქონდა ხო წინა არ ვიცი როგორ უნდა წინა დღეს მივიღეთ მონაწილეობა მინდა სოფო ის ხონდა ზურამ აუწია ეს თელი თვალი და მე შეუკრეს ხო თვალი ქონდა დასიებული ქონდა
ეგ არის რა და ეხლა ნენერა კიდე ამ გოგოების ფონზე კიდე წამოვლენ ეს ახალგაზრდები და დაინახა ეხლა საქართველოს თემოსოფრინო ძიუდო არ არის რაღაც ის რა ხო რა თქმა უნდა ეს გოგოები აფსრულებენ ახლა ყველაზე დიდ საქმეს რა ევროპას გოგო მოგოგებინან ამის სოფო მოიგო ბოლო ხო ხო გოლდენ მოიგო ხო სოფო მოიგო ბოლო გოლდენ მოიგო მაგას ვიძახი რომ ეს გოგოების ძიუდო ან ჭიდაობენ გოგოები რა არაფერი ამით არ შავდება რა და ჩვენთანაც მოვიდა უკვე კაია ძალიან ხო დაიწყეს ბავშვი ხო ამას სწორი მუშაობა უნდა სწორი უნდა დაანახო და სწორი დაფასებაც უნდათ ახლა ამ გოგოებს რა კი აუცილებლად მართალი ხარ კი თუში და ესე გავუჩნდე შობეს რომ მიიყვანოს თავის ბიჭები კი მიყავ ხო ანუ ფაქტია შეხედავ ეთოს შეხედავ ეგრევე ვიფიქრებ რომ არ ტეხავს რა გოგო ძიუდოისტობა რა ეხლა შეუძლია ივარჯიშოს გავიდეს და სოფლიო ჩემპიონი გახდეს ეხლა ადამიანი რა ეთო გახდა ტოპი ეთო აი სუმაგას ვიზახი რომ ძალიან ახლოს იყო და ამ სოფლიოზე აი ყველაფერი დაამტკიცა რა 9 შეხვედრა მოიგოთ რა დაუმარცხებელი იყო ერთადერთი იყო რომელმაც ხო თავისიც მოიგო და გუნდურშიც ყველა მოიგო და აი სასწაული მეტყვი 9-დან 7 თუ ის კორეის სოფლიო ჩემპიონი იყო წინა წლის რომ მოუგო და მოქმედს მოუგო ხო აი მართლა სულ რაღაცა აკლდა და გაიზარდა ეგეც ტოპი გახდა ხო ეგ აკლდა ალბათ რა პირველი ისეთი წარმატება რა მნიშვნელოვანი რა ნუ ევროპის ჩემპიონი ევროპაზეც რაღაც ევროპის ჩემპიონი არისო ფინალი წააგო თუ ფინალი წააგო ხო და აი რაღაც მეორე დღეს გუნდურზე რომ გამოისრო რა ის ვისთანაც წააგო ევროპაზე ხო ოლიმპიადა ძალიან ისე მე განიცდიდა ძალიან ის თავარია ლოს-ანჯელესამდე მივიდეს ახლა შვიდად და კარგად და უკვე დაიჯერა თავის თავი შეუძლია უკვე კი არ იყო ის კანადელი და მესმის რომ შეიძლება გონი აღარც არის წავიდა ხო შეიძლება ხო კანადელი კი არა ის რინერი რო ყოფილიყო ეს მაგას მოუგებდა ისეთ ხოზე ის საოცრება ხდებოდა კიდე კორეასთან გამარჯვების შემდეგ დარბაზში რა დავიმხეთ მთელი დარბაზი თავზე ცეკვების და ამბები იყო რავი აი მან ჩანს ჩვენი ხასიათი ხო ქართველების ეგეთ მომენტებში რაღაცა როგორი კულტურული დაუმორჩილებლები ვართ აი არაფერს არ ვაშავეთ მაგრამ ძალიან ამის ჭანო გააგდებინეთ სამსახური ჭანო ეგა იჩარდა ხო ეგ არის ქართველი ადამიანი ქართველი კაცის და ქას გუნებაში ეგ არის რა გამარჯვება ცეკვას სიცილი ჩახუტებას ჩვენ სხვანაირად სითბოს გამოხატვა და ემოციების გამოხატვა რა. არასდროს არ დამოვიდება. იქ დაჯილდოების შემდეგ ცალკე სანამ შეგიყვანეს სტატამზე, სათავლებს რო იკეთებს, ის ვიდეო რო გააკეთეს. იქამდე ეს ჯუდო ტევის ბიჭი და გოგო დაგზდევდნენ შენ და ლაშას. იქეთ ეთოსის და უზბეკი როა აბდულა როა ის ესე იდგა და გრუნსკი ჯორჯია აი ვისუდა და აი გაგიჟებული შენს ხო გამოგეკიდა არ ჩაშალო დაჯილდოები ხო ცოტა შიგნით შევედი დაჯილდოების დროს და აი არავის არ ვაცადით არ სურათების გადახდა წაიце ვისეცავა კორეები მაგარი შეშინებული იყო იმიტომ მორჩა იმით რა ყველა ავედით იმაზე კორეები იაპონელები უკვირტყო გიჟები ვართ თან ხო ხალხით ჩამოვიდა მარტო ის სხვა არ ვიყავით მიზეზი იყოს და მეტად ეგრევე იყოს ყველამ დადო და ყველას უხარდა ცალკე მე ვინდან უცხო უნგრელები და ისინი ამონე რომ სააღოლო და კაი იყო და რა თქმა უნდა ეგეთი ის არ მახსოვს მე აღნიშნა რა სხვა ქვეყნებიდან ნუ ხე იაპონია ანუ იაპონია ახლა ხდებოდა სულ ჩემპიონი მაგრამ სხვა სახეობებში რომ ეგრე აღენიშნა ვიღაცა ჩემპიონობა ნუ ახლა თუ ფეხბურთს არ ჩავთვლით რა აი ეგრე ინდივიდუალურ სახეობაში შემდეგ წელს მოიგო და შემდეგ წელსაც ბაქოშიც აღუნიშნა ოლიმპიადა უნდა მოვიგოთ რა გუნდურში რო ოლიმპიადას ხო ეგ უკვე კი და ისე ხა კიდე ფინალში უნდა შევხვდეთ იაპონიას რა იაპონიას უნდა მოვუგოთ იაპონია საფრანგეთის არ ვიტყოდი უარს ისე ფრანგებმა როგორ წააგეს იმათან არ მე ფრანგებს არ გამომართლათ მაგრამ ერთი კაცი ხო დაემტრა და ის ამოვიდეთ კორეასთან და ის ამოვიდეთ
დაისაჯნენ. ხო, დაისაჯნენ ნამდვილად. თუ და მაინც ეხა ვერ აუვალთ ამ იმას. იყავი ინალთან ჩასული ამ საზეიმო იმაში. მესმის რომ მოწინააღმდეგეა. მაგრამ ის გაბრაზება ხო თუნდაც ჩვენ კადრებში რომ ტუები ადევს. ეგ ხო მე მჯერა რომ ინალის მიმართ არის. ეგ უბრალოდ ემოცია იყო, იმიტომ იქ იყო რომ აგინებდაო და მე ჩავიდაო კომენტარებში ხო და ეგეთი არც ეგეთი საერთოდ აგინებდი ვის აგინებდი მაგის იდენტიფიცირება ვერ მოხდება იმიტომ რომ ტუები დავადით ჩვენ კი ვიცით ხა ვის თუ საქმე გება მაგას საქმე არ გაუჩნდა რაღაცა მეთქვა ვის აგინებდი მან დავიცით რომ შობლებიც საქაურები არიან და ანუ ხო ჩვენ ჩავდით უბრალოდ ძალიან მეგობრულად სპორტულად დაგვპატიჟეს რომ ინალის ზეიმი გაგვეზიარებინა რა. აი სწორედ ეგეთი რაღაცებია. რო არ ჩავსულიყავით ესე იგი ინას რას ვერჩი მე თუ საჯზე ვარ გაბრაზებული ხო? კაცი გამოვიდა შეგვაფასა, დაგვაფასა, ჩაგვეხუტა, მოგვეფერა, დაგვპატიჟა. რატო არ უნდა ჩავსულიყავ? ნუ მაგას რაღაც მიზეზები აქვს და დაიწერა კიდევაც, რა. ერთი კომენტარი არ მინახე, იმიტომ რომ ვთვლი რომ არ იყო ჩემთვის საინტერესო რა. სუბთა სპორტულად, მეგობრულად ჩავედით, ჩავეხუტეთ კაცს, მივუნოცეთ სოფლიო ჩემპიონებმა და მეორე დღესვე დავბრუნდით უკან. ამით თუ რაღაცა დაშოვდა, აი პოლიტიკა და სპორტი ძალიან შორს არის და მე პირადად ეგრე ვცხოვრობ რა. მთელი ჩემი არსებით ვარ სპორტში ჩართული და იმის იქით არ ვფიქრობ გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს კარგად, მაგრად რა თქმა უნდა ერთიანი და ძლიერი რა. იმის იქით მე არანაირი ბოლოს რასაც აკეთებ, ხა იმის ფიქრი და ინტერესი მე არ მაქვს ჩემ გონებაში. ხა ვიღაცებს კიდე რაღაცები უწერიათ იქ და ხო არა ღირსეული პიროვნება არის ხა ღირსეული პიროვნება არის ჩავე არანაირი რაღაცა ის ზედმეტი რაღაცის პოლიტიკური არა და იყო იქ ვიღაც წარმომადგენელი ის არავის ზედმეტი ეგეთი არაფერი არ უგრძნო პირიქით სულ სპორტზე ვისაუბრეთ მოგვიყვა თავისი ისტორია მამამისმა რომ არიან კასპის რომელიღაცა სოფელი აღარ მახსოვს აქედან წასულები 93 წელს და წავიდა და დასახლდნენ ორჯონიკიძეში და ინალი იგაჩდა და ესე მოყვა ამ ყველაფერს და აი ინალი რო დაოჯახდება უნდა ჩამოხვიდეთ ქორწილში და მეგობრული ხელი გამოგვიწოდეს ჩვენ რა უფლება გქონდა რომ მეგობრულ ხელს კაცი რო გიწოდებს თან ღირსეული რო ხელი გვეკრა რა პირიქით და ძალიან დიდი მადლობა ინალს და მის ოჯახს რომ ესეთი ყურადღება გამოიჩინა ყველას არ შეუძლია რა მაგის გამოხატვა რა როგორც გვიყურებს ფაქტია რომ პატივისცემის და მეგობრობის გარდა არაფერი არ უნდა თორე ტატამზე სულ ვიძახი რომ ჩემი მოწინააღმდეგე ჩემი მტერია ტატამზე ტატამის იქითაც მეგობრობას გონი ხელს არაფერი არ უშლის რა ბუდაპეშტში მანახა ივიკომ უკვე გუნდური შემდეგ რომ მოვედით შენ ასული იყავი ოთახში როგორც მახსოვს და ივიკო იყო COVID და მანახა ინალის მოწერილი მილოცვა ხო რომ მოგვილოც ჩემპიონობა, მაგრები ხართო, კარგები ხართო და ხო, ნუ ეგეც ხა ნუ ისეთი თემაა, რომ ხო მარტო ინალი ხო არა, იქ ვიღაცა სხვასაც შეუძლია მოგწერს, მაგრამ სხვა არ წერს და კაცი რომ უხარია და გულახტილი რო არის ეთყობა კაც ვინაა გულახტილი და ვინ არაა გულახტილი რა. შენ რაც თქვი ახლა რომ ტატამიზე ჩემი თავარი მტერიაო და მოწინააღმდეგეაო, ახლა დარწმუნებული ვარ, შენც ანალოგიურად მსგავსი იქნები იმისთვისაც რა. რა თქმა უნდა, მაგრამ ტატამის მიღმა ახლა რა პატივისცემაც გამოვავლინე შენს მიმართ თუნდაც თქვენი ბრძოლის დასრულების შემდეგ მაშინ ფინალში შემდეგ რო გახვედით და იქაც როგორი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოიჩინა, შემდეგ კომენტარში კიდე რაც თქვა, ძალიან მაგარი ბიჭია და ამდენი წელს განმავლობაში პირველი იყო ვინც დამაგდო და ასე შემდეგ რა. შეაქო. თავარი არის ადამიანობა რა ამ შემთხვევაში. ხო და ეხა ეგ კარგად ვთქვა. ისიც არის შეიძლება ადამიანმა საერთოდ არ შეგაქოს და ამაზე სიტყვები არ თქვას, მაგრამ ისე გაგიჩნდეს იმ ადამიანის მიმართ სიმპათია, რომ მოგინდეს იმასთან ურთიერთობა და რა მეგობრობა, რატომაც არა, ხო? მე შეიძლება საერთოდ არ შევაქვარო, ნუ ის შორი დავცემდე პატივს და მენდომება იმ ადამიანთან ურთიერთობა და მეგობრობა. რა მაგაზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეხა ინალმა იქ რა თქვა. უბრალოდ კაი კაცი არის და მეგობრული დამოკიდებულება აქვს და მორჩა მან რა თუ
თუ შეკითხვები გაქვთ. არა, ამოწმოთ ეს თემა. თუ შენი გადმოსახედიდან გაქვს ფინალების წევლა? არა. რაც მეკითხა. არა, მაგ ფინალების წევლა. არა და მახსოვს შარშა რო თქვი რომ დაწყევლილი ვარ მეგონი ავიდე. კორეელთა შემდეგ ესე რომ მეც არა უბრალოდ რაღაც ბოლომდე ვერ გავდივარ. ცოტა ფსიქოლოგიური მომენტიც არის ალბათ ეგ რა ის. რა იმედია მაგას გამოვასწორებ რა არის რა მარტო რო გონია რომ რაღაც ჩვენი თავით რო გადავწყვიტავთ ყველაფერს და ჩვენი გონებით ხშირად ეგრე არაა და ვიღაც დახმარება გჭირდება რა. ლიპო ხوارდათო კაპიტნის ხო, მამეთ ფინალების წევლა არა, კაპიტნის წევლა ხوارდათო. გამოვასწორებ პირობას და პროგრამოვასწორებ. ბაქოში მაშინ. აი კაპიტნობას რახან შევეხეთ? ბაქომდე თბილისში. ხო, თბილისში არის ევროპის. ევროპის ჩემპიონატი იმართება ხო? ეხლა ჩემთვის გუნებაში რაც მოგჩადებული ეგ რო ჩამოვა ინალა აქ. წესი არ ამგონია რომ დააყენოს. წესი ჩამოვა. აი რინერი იქნება განაცხადში, მე ბოლოში მოიხსნით. ეგ გრასლენზე არ გაფრას ის და არ ჩამოვიდა. ტრესტოლკი რა, იმას ვქნათ. 2018-ში ბაქოში გახდა და მე იქ ვიყავი და ეხლაც ბაქოში. ხო, შემდეგ წელს ბაქოში უწევს სოფლიო. შვენიერი. უშან კოკაურს შეხვდი მაშინ ფინალში ხო? კი. მაშინაც და ეხაც. ეხა შევხვდი მეოთხე ფინალში. მაგრა გახდა ეგ ბიჭი. მაგრა გახდა მაგრა ვარჯიშობს უშოც ძალიან უფროსიც არა მაგრამ ბრინჯო შეეძლო ეხწელს და რაღაც აი ბოლოში ყველაზე მეტად წამი 7 თუ 6 წამი ყრო დაიცა და ძალიან აი ფორმაში არის ძალიან მაგარი სპორტსმენი არის სულ რეჟიმშია სულ ვარჯიშობს თან ხცნელია რა სხვა ქვეყანაში რომ ხარ 24 საათი ემზადები რაღაცა და ფსიქოლოგიურად არ ტყდება და მინდა რომ წარმატებები უსურვო უშენგის და იმედია რომ ბაქოში შევხვდებით ისევ ერთმანეთს. კი, მაგარი ფინალში. ხო, ის რთული არის ისე? მიდი მითხარი. რთული არის ისე ქართულთან. ხო, აი მე მადმედიოდი, თუ ბევრნი არიან სხვადასხვა წონებში რა. რთული. ანუ რჩევას ეხა მწვრთნელისგან ისე ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ისიც გაიგებს, რასაც. ხო, ისიც. პირობითად გუჯეჯან მოდებაძე გიჩვენებს. ემოციურადაც რთულია რა. აი, როგორ გითხრა, სპორტულ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებ რა. სხვას რომ მიაყენებ რაღაცას და რაღაც წაარტყავა რაღაც. მიდის ხოლმე ეგენი ისე? და ყველაფერი მიდის. ჩუმად ოღონდ. ხო და აი ის მე იცი რა მგონია, აი ისინი უფრო მონდომებით ჭიდაობენ დამტკიცების იმითი, რომ აი მე წავედი თუნდაც სხვა ქვეყანაში, მაგრამ შეიძლება შენ გიგებ. შეიძლება მე არ ყოფილვარ. ხო, მის მეორე მხარეს. მაგრამ მაგაში არის. ხო, აი მე ზოგჯერ უყურებ, აი ეგრე ჩანს ხოლმე რა, აი მაგალითად, აი ეგ დავინახე მე პარეში იმისგან, მოსახლიშვილისგან, რომ აი ის კი არ ქონდა, რომ რაღაც შემდეგ ეტაპზე გასულიყო. აი ლაშასთვის მოეგო. აი ეს ქონდა რა. ხო, იდეაში ლოგიკა არის მაგაში, მაგრამ კი, მაგრამ მეორე რა არის, იცი, აი ნებისმიერი ვინც არიან რა ჩვენების საზღვარგარეთ, ნებისმიერს რო ვკითხოთ, ეხლა ზოგი ტიტულოვანია, ზოგი ეხა იწყებს წარმატებას. ყველას ურჩევნია ის ტიტული, რომ თავის ქვეყნის სახელით. ეს და ეგ არის უბრალოდ. რაც გულისწყეტა არის, ყველა მარტო იმის გამო ხო არ წავიდა, რომ ნუ სპორტსმენი გამختارიყო რა. ზოგი ოჯახი წავიდა, ზოგი რაღაცა პრობლემა იყო ზოგის და უბრალოდ ეგრე მოუწია. მოუწია, ცხოვრება მოუტანა და მაგ სიტუაციაში შედა. რა თქმა უნდა, გულისწყეტა არის, როგორ არ არის. თან ძიუდოში ვინც ყველა ისეთი პატრიოტი და ქართველი ბიჭები არიან, რა ვიცი. უსამართლობაა გაურება რო არ შეგიძლია წონაში რა. ეხა ორით რო გავდიოდეთ პირობითად 90-ში იგივე იქ ვიღაცა მაინც წავა ვიღაცა. ჩვენთან წონაში არის ერთი 5-6 კაცი არის ნებისმიერ წონაში ვისაც შეუულია რომ გასვლაზე მედალი გააკეთოს. კი. შენ წონაში მარტო ეხა საბაინანეიშვილი არის, ლევან მათიაშვილი.
ჩემ წონაზე თითქმის ყველა წონაში. აი ხა ადრე თქვა იმან ილიას ილიადისმა რომ ოჯახური პრობლემების გამო წავიდნენ საბერძნეთში და იქ რომ შემიყვანეს ეს და რომ მოვიგეო ანუ ისე დონეზე იყო ჯუდო კარატისტმა მოიგო კი იმანოში რომ დამინახეს ალბათ კარატე ეგონა და ის და ანუ ხო უდიდესია ეხა თავისი იმითი ტიტულები და ყველაფრით მაგრამ ცხოვრება მოუდა ის კი არა რომ ვიღაცა იყო მაგის წონაში და იმდომ წავიდა არა ხო ანუ და ეგეთი ბევრი იქნება ეხა როგორც ფეხბურთელები წამოიზარდნენ ფხეიძე ჩემ დარბაზში ვარ ერთად ვარჯიშობდი ლუკა ხო ხო ტოლები ვართ ერთ დარბაზში გავიზა მე რა ცხოვრება მიგრე მოუწია რომ წავიდა და მაშინ ნუ ვარჯიშობდა მაგრამ ვერავინ ვერ იტყოდა დღეს ლუკას რა შედეგებიც აქვს რომ ამ შედეგებამდე მივიდა წავიდა მგონი პოლონეთში იყო წავიდა მე საფრანგეთში გადავიდა და ნუ რაღაც გამართლებაც არის რაღაცას და ორი ოლიმპიური მედალი აქვს და ამხელა სპორტსმენი გახდა და ამხელა შემდგარი სპორტსმენია უკვე და აი რავი შეიძლება აქრო დარჩ მაგასაც აქ რო დარჩენილი იყო წავიდოდა მაგის ცხოვრება ესე შეიძლება უკეთესა ვერ გაიგო ეგ უკვე ვისაც რა ბედი უწერია ეგ არის რა ნიკო არის დასაფასებელი ჩემი შეაზადიშვილი ყველაზე კარგად მაინც ახლა მე რასაც ვამჩნევ შეიძლება ვწდები მაგრამ ყველაზე კარგი დამოკიდებულება ნუ ეხა ტატალაშვილიც არის ხა ამდენი წელი ჩვენი სახელით გამოდიოდა და მე წავიდა ემირატებში. და ყველაზე კარგი დამოკიდებულება, რასაც უყურებ, ნიკოს აქვს საქართველოს მიმართ, ჯიუდოისტების მიმართ, აქ ჩამოდის აქ ლიპოსთან ერთად მოსთან იყო და ეგაც იქიდან გამომდინარე ვის როგორ უხერხდება. ნიკოს ოჯახი აქეთ ცხოვრობს, ძმა აქეთ ცხოვრობს და უფრო ხშირი შეხება და მაგიტომ თუ სულ ყველა ბიჭები ეგუთიძე იყო ხოლმე პორტუგალიის სახელი და სულ ყველა ისე არავის არა განსაკუთრებით რაღაც სხვა დამოკიდებულება რა ქართველი თუ არის რავი ეს ვანო რევოზიშვილი ვანო საერთოდ არ უჭიდავია საქართველოს სახელით და რატო იცი გეტყვი პატარა იყო ვანო მართლა რა 11 წლის იყო რომ წავიდა საბერძნეთში და იმის მერე იქიდან საბერძნეთის სახელით ჭიდაოდა და მერე თურქეთის სახელით გადავიდა რომ სპორტსმენი არის და უნდა ზონე ჩვენზე უზნაძემ წაიყო და მეგონი თურქეთში კი ჩვენზე ნაკრები პატრიოტი კი ისეთია მაგარი ბიჭია ძალიან და ბევრი რა ტატოს მაგანა ვართ ხა და იგამახსენდა მე ცოტა დასამი იყო არ ვუზოვთა რომ წააგო რა მაშინ ტატომ ფინალი გარეთ შეხვდა სასტუმროსთან ეს რევოზიშვილი და ძმას მოყავდა ნუ ნასვამი მე მომიგე და ამას როგორ ვერ მოუგეო ჯანში გაჯობაო ჯანით მოჯობეთ არ და მაგდიოდა ეს როგორ ის ძიუდას ხუმრობები ეგეთია იმასთან როგორ წააგო იყავი ტოკიოს ოლიმპიადაზეც კი ცოტა სხვანაირი კოვიდიანი და იყავი პარიზშიც. აი მაგ ოლიმპიადის თვითონ სპორტსმენისთვის სხვაობა რო გითხრა რა. რამდენად რთული იყო თუნდაც იქ რომ პირბადები და მაყურებელი არ იყო და ანუ ის წელი რთული იყო. ორივე შემთხვევაში რა ოლიმპიადა როგორია ხო ნუ ზეიმი არის და სხვა რაღაც. ნუ ეგრე აღიქვამენ რა სპორტსმენები. მე რაღაც ვერ აღვიქვი. იმდენად რა იმის უყურებ რა ერთი რაკურსით რომ აი უნდა გავიდე შეჯიბრძო უნდა ვიჭიდაო რაღაცა რომ ვერ ვიღებ სიამოვნებას იმდენად რა არის ეგ მომენტი რა რომ არ გაქვს იმის დრო რომ ეგ ყველაფერი შეიგრძნო რაღაცა იქ სხვა სახეობას დაესწრო რაღაცა ზეიმზე გახვიდე მე არ მომიწია ეგრე მაგრამ რაც შეეხება იქ კოვიძე კაცშვილი არ იყო ის ტოკიოში მარტო ჩვენ დავდიოდით პირბადებით რა თქმა უნდა სტრესია და რაც შეეხება პარიზს ნუ მაგარი იყო რა ყველა ვინც ისეთ სპორტსმენი იყო ცოტა ცნობილი ყველასთან ერთად რო გიწევს იქ სადინი სხვა სპორტსმენები ჯოკოვიჩი დადიოდა ასწორებს ოლიმპიადა ძალიან მაგარი რაღაც არის რა აი ზედმეტად არ უნდა იმას ქნა მე რაღაც ორივეჯერ რაღაც ძალიან ზედმეტად აღვიქვი რა ეს რა ნო ემოციები ხო ჩემი გამოსვლა რა ხშირად გემართება ხოლმე ეს ემოციების უხეშად რომ თქვა გაქცევა
ხშირად რა აი როცა აი ძაან რო ემზადები რაღაცისთვის მე ეგრე ვარ და აი ძალიან გულით რაც მინდა იქ უფრო მეტ შეცდომას ვშურშობ ვიდრე აი ცოტა ისე რო ხარ რა მოშვებული ეგაც ფსიქოლოგიური ამბავი არის რა ცხოვრებაში ცხოვრებაში სულ ხა ადამიანები ვარ და შეცდომისგან დაზღვეულები არავინ არა ისე ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძალიან ისეთ რაღაც ძალიან კომფორტულად ვარ აქ რა ძიუდოში და ისეც რა ძიუდოს გარეთაც რა რაღაცა დავიძაბ არა ეგ მარტო იქ ტატამზე შეიძლება არა ტატამზე და რინერის ტატამზე და კაი ისე ძიუდოს მიღმა როგორია გურამ თუშიშვილი რას აკეთებ რა ინტერესები გაქვს რა გირისი კეთება გიყვარს ძიუდოს გარდა ოღონდ ესეც უნდა ძიუდოს გარდა აი წეანს მაგოსაუბრობდი რომ ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობ რა აი არანაირი ის არ მაქვს ნუ ცუდია აი შეზღუდვები არ მაქვს არანაირი გააჩნია ეხა საკითხეს ძალიან შენ ჩვეულებრივად როგორც შენ ისე მე ჰობი თუ გაქვს რამე ესე რაღაცა ამოკვიატებული და რაღაცა ეგრე თევზაობა ნადირობა არ იყო რა ნადირობა მიყვარს და ყველა მის ისე ეგაც ზომიერად რა მაი ის მეგობრები რაღაც კატი გამოდი მიყვარს რა დადიოდი ფეხბურთზე ხო ჯუდომდე დავდიოდი ფეხბურთზე იმდეჯებს რაღაცა გამოიყარეთ ერთი რაიცი თამაში ყავდა ვინმე ცნობილი თანაგუნდელი ხა სკაიფში რაღაც თუ არც გახსოვს არა ეგეთი არ ნორჩ დინამოზე დავდიოდი ხოლმე მუშტაიტის ბაღის გვერდზე იყო ხოლმე მაშინ იქ დავდიოდი ხოლმე ფეხბურთზე უყურებ ახლა ისეც ახლა ძალიან ისე ჩართული და რაღაცა კი ისე უყურებ რა სიტის გულში შემოწივრობ სიტის გვარდიოლას იმგვარდა ისე ის ჯუდოს შეხვედი 12 წლის ხო 12 წლის აი დღევანდელი გადმოსახედიდან რას ეტყოდი 12 წლის პატარა გურამ თუშიშვილებს 12 წლის გურამ თუშიშვილს აი რომ არა საკუთარ თავს ეტყოდი ოღონ 12 წლის ვარჯის ის ვარჯიშთ არასდროს არ დამიკნია ბევრი მოქნა ვარჯიშმა აი უაზროსია არაფრის მომწანი სიარული რა არ დასვენება გასვლა ვარჯისფერი კიდე გადაგრძელება ან ზომიერი ვარჯი ზომიერი დასვენება ესე მაგრამ ზომიერი ვარჯიშიც რა თქმა უნდა როგორც აი ვარჯიშის მერე კიდე სადღაც ასვლა ის ენერგია კიდე იქ დახარჯე რა მეტი ვარჯიშია მეტი ვარჯიში მაგრამ შეიძლება ცოტა ივარჯიშო და რეჟიმში იყო და ერთნაირი შედეგი მოგცეს რა ხო და რა უფრო მნიშვნელოვანი ემოციები რაც შემოდის სპორტსმენს არ უნდა ქონდეს ის ზედმეტი ემოციები რაც არა მისთვის საინტერესო და საჭირო და ეგრო შემოდის შენთვის მე გონება ცოტა სხვა რაღაცებზეც ფიქრობს მარტო იმაზე არ ფიქრობს სპორტსმენმა უნდა იფიქროს ხოლმე ვარჯიშზე და ასვენება რა თქმა უნდა მეგობარზეც ოჯახზეც იმაზეც მაინც რა ტექნიკა როგორ გაიუმჯობესა შენს თვისებებში ჩემ თვისებებში უნდა ვახსენო აუცილებლად ჩემი მასწავლებელი ბათო ჯიქური რომელიც აი დღეს როგორც ვარ ანაირეც ვარ აი საერთოდ არაფერი არ ვიცოდი რა აი როგორ უნდა გამეკეთებინა რაღაც ფიზიკური და რა ვიცი წლები დავჭირდა ეს მუხლებთან მიჭდა რომ ეს ყველაფერი გადმომეღო და მესწავლა რა თორე ისე კიდე ვახსენო სუბურთან ვიყავი სუეზოში ბავშვობაში ის და გეხმარება რა გინდა არ გინდა რაღაცა სწორი სირბილი იცი აი დაცემის დროს რომ უნდა დავარდე რო არის გეხმარება იქ ეზოში თამაში და ის იმიტომ იცახიან დღეს რომ ბავშვი ეზოში აღარ თამაშობს აუცილებელია მარტო სპორტში არ ცხოვრებაში რა გჭირდება რა შეიძლება გასახსევი ხეზე უნდა ახვიდე რაღაცა უნდა ჩამოვარდე უნდა დაეკიდო აუცილებელია ეს ვარჯიში რომელსაც ახსენებ ხოლმე ფიზმომზადებაში ხო არ არის რა ტექნიკის გაუმჯობესებაში და ხვეწაში რა უფრო მნიშვნელოვანი არის ისე ტექნიკა ფიზიკური მომზადება ნუ ალბათ თავარი არის ყველაზე რა თუ ფსიქოლოგია ეგ ორივე სამივე ერთად რა
სამივე ერთად რა. რაც არ გინდა ტექნიკური იყო, ფიზიკა თუ არ მოყვება და შენ ჯანი და სუნ თუ არ მოყვება, იმას ერთს გააკეთებ, შეიძლება არ გამოგივიდეს და მე გადავარდები წააგებ. ორივე ერთად უნდა გქონდეს რა. აი, ნუ შეიძლება ერთ დონეზე არ გქონდეს განვითარებული. შეიძლება ჯანი უფრო მეტი გქონდეს ვიდრე ტექნიკა, შეიძლება ტექნიკა უფრო მეტი გქონდეს ვიდრე ჯანი, მაგრამ ერთ-ერთი რო მაგრა გაქვს, უკვე მაგარი ხარ რა. შენ წონაშიც ისიც პლუსია, ხო? წონის კლება რო არ გიწევს, ანუ ეგეც ორგანიზმს არ ღლის დამატებით. ხო, რა თქმა უნდა. იწონებით ხოლმე ისე შეჯიბრის წინ, მაინც მძიმე წონასნებით. რა სხვაობა ბოდიში რო გაწყვეტე. სწორედ ეგ არის წონას რო არ ვიკლებ და კიდე ენერგია რომ რჩება იმ გასვლა გამოსვლაში და აი რაღაც არასპორტული იმაში. წონას ვინც იკლებს და ის რეჟიმში არის, ის გარეთაც იშვიათ და ჭამს და ასე შემდეგ. რა ის რეჟიმში უნდა იყოს, თორე ერთი თუ აუვარდა წონა იმისთვის უკვე ძნელია. ჩემთვის არ არის ეგ. და რაც გენეტიკაც მეხმარება იმაში, რომ წონას ეგრე არ ვიმატებ რა. და ეგ არის. ეხა რა წონაც გაქვს პირობითად, ეს საშიჯიბრო წონა შენთვის მისაღები არის თუ უფრო მეტი გინდა იყო? მეტი მინდა როგორ არ მინდა, მაგრამ აი ის როგორ ვეღარ ფიზიკურა? ხო, ვეღარ აი ძალიან პროტეინებით და იმით წონა. ჭამას მას არ ვიკლებ, მაგრამ ეს პროტეინებს და იმასაც რა. ხან ვალდებულება არ გაქვს ეხა საკუთარ თავთან რომ ეს საკვების რაციონი გააკონტროლო თუ მაინც დიეტას იცავთ? ნუ მაინც ხო, ნუ როგორ არ ვაკონტროლებ, მაგრამ ნუ ეს რო აი წონა უნდა მოვიმატო და ეხა აქედან რო გავარ კიდე უნდა ვჭო, ეგრე იმატებს რა, მევე არ შემიძლია რა იგნე რა. მირჩევნია ისე ამ წონაზე რაღაცა ახალი მოვიფიქრო და შევამატო ვიდრე გავხდი 130 კინო რა. გაქვს ბრძოლამდე რამე რიტუალი? ან დღის დასაწყისში ან ხო რა, კი ყველა სპორტსმენს აქვს რა. აი დილას რო ვიღუძებ უკვე ვიცი რა იქნება. აუ არის. გრძნობ მედალს? გრძნობს კი. მედალსაც ხასიათზე, აი როგორ ხასიათზეც გაიგვიძებ. ეგეთი შედეგი იქნება რა. ანუ ეგ მაინც არის რა, როგორ ყველა გრძნობს, მაგრამ ჩემი აზრით, ვინც ცოტა თავი იცის და შესწავლილი იყოს, ყველა გრძნობს მაგას. ეს ხასიათი მაინც შინაგანად მოდის, მაგრამ მაინც ისე როგორ იქნი ხოლმე განწყობას. თვითონ უნდა მოვიდეს ეგ, აი გრძნობა, აი რაღაც ხო არის, რომ აი დღე არის, რომ არ გინდა ვერ გააკეთებ რა. ხო ქონი აი არ გამოგდის თუნდაც სამსახურში ისე. აი ხო და იქამდე უნდა მიიყვანო ის მოსამზადებელი პერიოდი, ეგ არის რომ ის დილა უნდა გაითენო, ეგეთ ხასიათზე რა. მესმის. ეგ მომენტი, ეგ უნდა დაიჭირო, აი მაგას ვერ იტყვი, რომ აი მე ხა ღამე ამას გავუკეთებ, დილას კარგად გავუკვეცებ. ნაკრებში შეკრებები როგორ მიდის ხოლმე? როგორ გაკავთ ეს პერიოდი? ვარჯიში გასაგებია, ვარჯიშობთ ბევრს, მაგრამ აი ვარჯიშის მიღმა სასტუმროში თამაშობთ. ხშირი შეკითხვა. ისეთი დატვირთული გრაფიკია რა. აი მაქსიმუმ ითამაშო ამ PS ან FIFA ან ერთი ხელი ჯოკერი რა. მეტი დრო ფიზიკურად არ გაქვს რა. და გზინავს რა. და შაბათ-კვირას ზოგი ტაძარში დადის, ზოგი თუ ზაფხულია და რაღაც ანაუზია რაც დაისვენებს საუნაში ხო გამოხონ რა. ყველაზე ენაკვიმატი ვინ არის ნაკრებში? ენაკვიმატი? ეხა ამ თაობაში ალბათ სულამანიც ეგია. ვერ გაიგებ ისე გეღადა. ვერ გაიგე. ჭკვიანი ბიჭია ინო და კაი უმორიც აქვს. მაგასაც შეეძლო. პარიში მოგებული ხელი წააგურა. აი ინოს აქვს მაგის გამოსწორების შანსი და გამოსწორების აუცილებლად. ერთი ნაბიჯი გადადგა წინ უკვე რა, მაშინ ევროპის ჩემპიონატზე და მე აქვს 2 წელი. ყველაზე დინჯი ვინ არის? დინჯი? ხმას რო ვერ ამოაღებინებ რა. აშა ბეკორი რო გითხრა. ინტროვერტი არა, ხმას რო ვერ ამოაღებინებ ეგრე არ ვარ. შედარებით ისეთი ხასიათით ისეთი და შეხედულობით ხოლმე ეს ვარჯიშიც ტატო გრიგელაშვილი.
ტატო. სულ ისეთი არ გამოდის იმიდან რაღაც. მე მეგონა შავს ვიტყოდი. არა, შავი ძალიან ისეთია. ხალისიანი? ხალისიანი ვარჯიშდეცხიანი. ყველაზე მშრომელი აი დარბაზიდან რო ერაგდებთ. დარბაზიდან ყველა. გეყოფა, ხო. აღარ გინდა. ეგეთი არავინ არა. ზოგადად ისეთი ვარჯიშის გრაფიკია ხოლმე რა. თუ იმას პატიოსნად შეასრულებ, სრული აღარ გაგიჩნდება კიდე რომ დავატო. ისე მაინც აი შავი არის რა мотиваტორი რა მთელი გუნდის და ამ ახალგაზრდების და თუნდაც ჩვენიც რა ძალიან ბევრს ვარჯიშობს რა ძალიან. ამდენიმე თაობა გამოიარე ისე 2-3 თაობა, ნუ სხვადასხვა ყველა წონაში არა, მაგრამ სხვადასხვა წონებში მოესწარი რა, ორ თაობას მაინც მინდა. ორ თაობას ხო ორ თაობას ეგრე შეიძლება. აი ზოგადად ისტორია რო ავიღოთ. არა მარტო ის თაობები, რომელიც შენთან ერთად გამოვიდნენ, ესე რომ ვთქვათ. დღეს საუკეთესო თაობა ყავს ქართულ ძიუდოს. ფაქტია, ვერავინ შეიძლება ვიღაცას გული დაწყდეს ან წვრთნელს ან სპორტსმენს, მაგრამ ფაქტია. შედეგების გარდა რაში გამოიხატება ეს? თავარი შედეგი არის. ნუ ეხა სპორტული თავარი შედეგი და ხო ყველა წონაში ყავს ევროპის ჩემპიონი და მან საქართველოს ნაკრებში დაუიწყოთ მძიმე წონი და 60 კილო ყველა ევროპის ჩემპიონია. მორჩიდან სოფლიო ჩემპიონია რამდენი? სარდალა, შავი, შენ, მაისურაძე, ტატო. 5. 5 სოფლიო ჩემპიონი ყავს 7 წონიდან. საუკეთესო გუნდია. როგორ არ არის? ხო, ეგრეა. სარდალას რა გაუკეთეს ახლა გამახსენდა სარდალაზე, აი მომგრელთ. ეგა რა სპორტი მაინც ფაქტებია რა, ეგრე იძახიან რა. შენი მეორე და მესამე აღარავის აღარ გახსენდება ის ოქრო და ფაქტია რომ ამ თაობას ეგ აქვს. რა არის მაინც ჯუდოში ის მთავარი რის ხარჯის შედეგს მიაღწევ? ვარჯიშის გარდა. ვარჯიშის გარდა? ნუ ხო ვარჯიში. ქართველი რო ხარ ეგ უკვე წინ გადაგმინა ბიჭი, განაიმეთ რომ ქართველი რო ხარ და გენეტიკაში არის რა. როგორც კავკასიელებში თითქმის ეს ჭიდაობა რაღაცა აქეთ უფრო გვაქვს. ალბათ ჩვენი ძველი ტრადიციებიდან გამომდინარე. არ შეიძლება რომ ჩვენ ნაციონალურ ჭიდაობას ხაზი არ გავუსვათ, ქართული ჭიდაობა რა. აი ეგეც მინდოდა მე გითხრა ცოტა მოგვიანებით და შენც სულ გამოდიხარ ხოლმე კი როცა არის საშუალება ძალიან გეხმარება რა აი შენ და გელაზაალიშვილიც შეხვედრილ ხარ ფინალში ძალიან გეხმარება ჯერ იმდე რაღაცა საკეთებ ქამრიდან ჭიდაობას სწავლობ ანალოგიური ჭიდაობა აქვს უზბეკებსაც ყაზახებსაც ტაჯიკებსაც რუსებს ახლა სამბო აქვთ და მაინც ერთზიუდოსთან ძალიან ახლოს არის რა თავისთან ქვეჭიჩი და თავის ბალეოები და რაღაცეები რო არის რა და იაპონელებს ფეხები აქვთ მომრები იაპონელებმა შექმნეს ძიუდო და ეგ არის რა იაპონიას ახლა უფრო სხვა ერთი გეგმა აქვს და ალბათ მიყვებიან მაგას და ამართლებს რა ის ციგარუკანურას დატოვა არა სუბიექტურად რო თქვათ არა აი ისე შენთვის ყველაზე ისეთი სანახაობრივი ჭიდაობა ვის აქვს ძიუდოში დღეს აღონდ ხა მეც აი მე ხო მაგას ქართული ვთქვა ანუ დავასრულებ რატომაც არა მე ვიზახი ტატოს ეხ თუ ერთი არის არა ზოგადად ქვეყანას ტატოზე ტექნიკურად ძალიან მაგარია ქვეყანასაც რო შევხედოთ ეგეთი უნივერსალი რავი არც ერთი არ არის რა და შენთან რომელი დგას უფრო ისე სანახაობრივად რა ჩემთვის ტატო სანახაობრივად ტატოს ყველაფერს აკეთებს რის ნახვაც გინდა რაც მე მოწონს ილეთი და ყველაფერი ილეთი და ყველაფერი ჯანი გინდა და ის გინდა არიან რა ვიღაცა მიცის ერთი ილეთი და ისეთი მომზადებული არის რომ სადღაც გაგიკეთებს რა არიან ეგეთი მოჭიდავეებიც რა ეს სადღაც გაგიკეთებს ვერ გაიგებ რა ო ეგ ძალიან მოწინააღმდეგისთვის სრული არა ძალიან ეხლა რო არიცი მაგას მაინც აი რაც თქვი შენ რო იცი რო გაგიკეთებს ერთს იმას ჯერ წარმოვიდგინე ის რა მაგარია ერთი რო იცის და შენს რო ისი რო იმერც აკეთებს და მაინც რო გიკეთებს მაგრამ
ამან ბევრი იცის და ბევრს აკეთებს რა. არა პროგნოზირებადი არის რა. ჭიდაობაში. აი ჭრიკაც ძალიან მაგარი იყო ეგრე რო ვთქვი. ჭრიკასაც ვერ გაიგებდი. აი ჭრიკა. რას გაიგებ? ტრამვებმა დატანჯა თორე ბევრს მიაღწევდა ეგ. ჭრიკას კიდე რა პატარა იყო თავი რო დაადება კიდე რა. კი, ძალიან პატარა 30-31 ძალიან მაგარი. ჭრიკას 3 წელი ვარ შეხვდა რა არ ქონდა წაგებული. აი ხანი პირველი ნომერიც იყო რეიტინგის. აი პრაიმი რო ქონდა რა 2014-17 წელს მაშინ. 91 ჩვენი წონა გახდა რაღაც ეგრეა რა. ჯერ ჭრიკა 91 და 90. 90. 10 ჩვენია. სვიადაურიდან მოყოლებული. კი. ყავს უხერხული მეტოქე? უხერხული. ნუ რინერი არ არის ხო, უხერხული არ არის. აი ისეთი რომ აი რო ვერ მიუდგები, აი რო არ გინდა შეხვედრა, ხო? აუ ეს კორეელი ძალიან ის არის. ოთხკუთხედი. ჯანზია ხო თან მაგარ ჯანზია. ეს პატარა რაღაცნაირი რა. ტასოი კიდე უხერხული არ გიჭიდავება რა. თუ დააგდებ, თუ არ და დაგაგდებს რა. აი რაღაც ტაქტიკოსები რო აი ეს ხელზე რო არც რო არაფერს გიკეთებს და არის კორეელი კიდე ვინ ის არიან ეს ვერ გამოარჩევს რა აი შპალეკი როგორი იყო აი კრაპალეკის აი ქვევით არ უნდა ჩაგაგდო ქვევით თუ ჩაგაგდო აღარ გაყენოს რა ლიპოსავით იმაში ბაზები კარგია პარტერში ხო ნუ ყველაზე უხერხული გასახსენებელი არის კრპალეკი ალბათ ჩვენთვის ქართველებისთვის. იყო ჩამოსული ერთხელ რა ქვია რომელი წელი იყო არ მახსოვს 1-2 წლის უკან რა ვარჯიშებზე ჩამოვიდა და წავედი სადღაც ვივახშე და ნუ გადავედით მე დაგეთ მომეთქი ხო ქონდა მეთქი აკი არა მეთქი რა მაგარ ადგილას საგიწევდი რა მაგრა გაგულავდი ეცი და არა იმის შემდეგ ვერაფერი აღარ მოიგო იმის შემდეგ მართლა საბაც უგებდა ხო არ არის რა ეხა მაინც თავისა შვება რა პატარაც აღარა რა ხო ქართველებიდან ყველაზე მეტად ვისთან გიჭირს ჭიდაობა ამ ჩვენ ძიმე წონებთან სუყინასთან გელასთან გელასთანს კი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან რა საბაც ხო საბაც კი საბაც და ახალგაზრდა ბიჭები არიან კიდე დემენტრაშულის კაი ბიჭია გურეშიძის კაი ბიჭია დატამზე იმაზე მიჭირს რა ქვია დარბაში ვარჯიშებს და შეჯიბს და ჯერ არ შეხვდა გენა შემხვდა გენას მოგებული საქ გელას ხო კი გუჯეჯას ევნებოდი მე მგონი რაღაც იტალიასთან რომ საბა დააყენე იყო ეგეთი თუ მომეჩვენა მიეცი შანსიო თუ რაღაც ისე უთხარი რომ იტალიასთან მიეციო შანსიო და ყველასთან უნდა მიდგი იაპონიაზე კორეასთან და ხო თან იმა ხო ის ხო დაღრილიაო და თუ შესოს ახალგაზრდას უყენებენო გუშინო რო იჭიდავაო და რაღაც და რავი თუ არა დაღრილი მეთქი თუ ეგრე წავიდა და ეგ გაუხარდათ ჩვენებს ძალიან მაშინ მახსოვს რომ დაიდო კორეის ისა და აუ თუ შესო არ ბაუში დაუყენეს და რაღაცაო და კარგად გაუხარდა მე მკითხო როგორ გავიხარდა არა მოგვეგონდა თუ ვიდა ის სამწუხაროდ არა ხო რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და ლაიქონ ვიდეო დატოვონ კომენტარი და თუ შეს ვკითხავ ასეთ რამეს ქართული კერძები შენთვის საუკეთესო არის საუკეთესო არის რომელი კერძი გევასება ყველაზე საუკეთესო ნიგზიანი ხარჯო ხომთან ერთად თუ ხომის გარეშეც კაია არა ხომთანაც მაგარია აუ რა კეცე კუპატები რაღაც ეს მეგრუნი ისინი მომწონს რა მწვადი და არო ქართული რა ჭამა არ უყურს ქართული ის ცუდი არ არის ახლა კაი ევროპული სამზარეულოს და ის მაინც სადღაც რო ვარ და თუ არის შანსი რომ ქართული რესტორანი არის სადღაც მაინც შევდივართ ეგრე დაგვემართა ბუდაპეშტში ახლა წელს ახლა შევედით ხო იყავით ხო მაინც ქართულში სადღაც ვიყავით ერთხელ ან თქვენი საფილმო კერძი მოვიდა ესპანეთში
შემწვარი კარტოფილი მოგვიდა. ეს ამაზე მეტი არ გაქვს. ასე მოგვიდა მინსკში მე და თეზი ვიყავით ოლიმპიურ თამაშებზე მინსკში და მასე უთხარით რომ რაღაცას და მოხარშული კარტოფილი მოგვიქონდეს მეტი რა არის. ნაციონალური. ისე საინტერესოა, ბავშვობაში ფეხბურთზე დადიოდი, მე ჯუდოზე შეხვედი, მაგრამ რო გეკითხებოდნენ რა გინდა გამოხვიდიო, რას პასუხობდი? მე ხანძრს. არა ბავშვი. მე ხანძრს. მე მაგას არა უნარ მეკითხე. იცოდნე ყველა. მე მეუბნებოდი, ან რაღაცას მიაღწევ, ან არა ძალიან ცუდ გზაზე დავიგე. მე გადავდრი, მაგრამ მაინც. ცელკი იყავ. ლოგიკური კითხვა. ცელკი იყავ. სუმაგას ვიცი ზომიერად, ხო, მოусვენა. როგორი მამაა თუშა? რასაკეთებ მოიწეწან. აუ როგორი. როცა დრო აქვს მამას ძალიან ისეთი. მე უნდა რაღაც კაცი და არა ძალიან თბილი და ისეთი. აგეგონა რომ კაცრი იქნებოდი? ხო, მეგონა რომ დავიდა ისე. თან ორი გოგო მყავს არა პირი. გოგოსთან კაცრი ვერ იქნები გამოცდილებიდან. ჩემი მეძი არიან რომ ხედავე. კი ბატონო. აი წეგან ბავშვობაზე რომ საუბრობდით. რამე თვისება გამოყვა ეხლა ბავშვობიდან? ავიან ისეთი კარგი. ისეთი, რაღაც თუ აფუჭებ. რამე თითქოს ხასიათი საერთოდ არ შემსულია რა. ძველი თუ შე. ხო, ძველი უბრალოდ სხვანაირად აფასებ მე რა რაღაცებს რა. ხვეწავ იმ გაფუჭებასაც, იმ გაკეთებასაც. ეგრეა რა. ხასიათი არის ზნე არის ვლებონა. რა გაგიფუჭებია ყველაზე ისეთი რა, ცუდად რომელიც დაგამახსოვრდა მე რა. აი რაც არ უნდა გაგიფუჭებინა თუ იყო რაღაცა ეგეთი. ეხლაც რო რა დაგიშავებია ყველაზე ცუდი. ესე ადამიანისთვის. არა ადამიანისთვის არა. ადამიანს არ არის რაღაც მომენტი, რომ შეიძლება ადამიანს რაღაც ან ისე ეგეთი რაღაც არ მახსოვს. უფრო ჩემი რაღაცები რა. რაც მე მავნო რა, ეგეთი რაღაცები და ის კონკრეტულად რავი. ძმასთან ჩხუბობდი ხოლმე ის. თან 9 წლის უფროსი არის ჩემს და ვერ ვერეოდი ხოლმე. მიშკა მაგარი კაცია, მოკითხვა აკეთე მიშკას. აუცილებლად მოკითხვა და მადლობა რომ დაგვეხმარა მიშკას ვათაშორის თუშას მოყვანაში. ერთად განვიცდით, ერთად ნერვულობს ხოლმე. ჩემზე მეტად ნერვულობს. კი, მე გვერდზე მეჯდა შენ იმაზე და შენზე მეტად ანუ შენზე მეტად რომ დაიხარჯა მაგაზე მოვდივარ რომ აი არ გაჩერებულ აი ნუ დაიღალა ბევრად აუ არის რა მეც ესე არ მომწონს მეგობრისთვის მიგულ შემატკივრია ის ეხლა ნუ წარმოვიდგინო ოჯახის წევრი სადღაც ეგეთ იმაზე არის შეჯიბრზე რაღაცა მაგარი ნერვულობა იქნება ემოციები რა არა მარტო მიშკა ეხა იქ რამდენი ოჯახის წევრები უბრალოდ გულში მატკვირებით ეხა ჩვენც რო ვიყავით ტრიბუნაზე ჩვენც არანაკლებ ნერვულობით გადავიტანეთ ესეთ რაღაცა რა ეხ კიდე იმაზეც ტატოს ფინალზე რო ჩავედით იმიდან კიბებით ქევხას უკან ჩავიკუზე თან ემოციას ვიღებდით თან ტატავს ვიღებდით და უცად გვერდზე გავიხედეთ და ლაშა მიზის ბექაური რა და ეს აქედან რაღაცას კარნახოს ეუბნება ქევხას რომ უთხარი დაიღალა რაც მარჩვენა შევიდეს რაღაც იმაში და მე ესე უცად ესე გაკეთე რომ ტატამზე ბევრად მარტივია ყოფნა ვიდრე ტრიბუნაზე ყოფნა ეგრეა ბევრად მარტივია იქ რო დგახარო იქ რო შენზია ხო აქედან რო იცახი და გესმის ხოლმე აი კაი გუჯეჯაში ხომ აი ესე იმას რო უსმინო ეხლა ყველას არა ხო უსმინო არა ირჩევ იქ ერთხმას ვისაც მიყვები რა ქევხას ხმა სავარაუდოდ ხო ქევხას გუჯეჯას არა გუჯეჯა ეხლა თუ გიზის უკან დამხმარეთ ნუ გუჯეჯას არ აქვს ეხლა არა ხო ეხლა ჭიდაობის პროცესში ვარ კი მოდებაზე ალბათ მაინც ახლა ბოლოს გუჯეჯა ჭიდაობაზე მოდებაზე ხო მოდებაზე აა გურამისა არ ყურის ხო მეჯდა მე იმაზე ნახევარფინალზე და არ იმაშობოდა არ უყურებდა პირიქით თავის ლაპარაკობდა რომ ესექენი ერთად ვიზღედით ეხლა ნახევარფინალზე ის არის ვიღაც შეუძლია მაგის გამოხატვა იქ ვიღაც არ შეუძლია რა
ამ ის ვიღაცა რომ ძალიან ნერვული შეიძლება საერთოდ ვერაფერი ვერ თქვას რა. ხო, მესმის. ხო, აი ხო გეუნები ხა გურამი მეჯი და გვერდით რა. არა კი გულშემატკივარმა თავისთვის ლაპარაკობ, მაგრა იმოქმედა ჩემზე რა. აი ფინალში გადასასვლელი მეთქი ამასთან არ წამოვიდე. აი ხა უმრეჩი? კორეელთან, ხო? კორეელთან. და ბიჭებს მადლობა რა. ექიმებს უყურეს. აი როგორც ჩვენ ჭიდაობთ, ეგრე ჭიდაობენ ეგენიც რა. თქვენც ნახავდით რა. კი. და გიოსაც რო ელაპარაკეთ. ლამი 300 და ამათან ერთად ვართო 30 დღეც არ ვარ. თითქმის თანატოლები ვართ რა, უყურე დიდი ოჯახი ხარ ხო, ასაკი არ არის ჩვენში რა. და ხო ერთი ოჯახი ვართ რა. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი. გავათამაშებთ თუშას ხელმოწერილ პოსტერებს და ვინც კეცბას პოსტერები მოიგეთ, დაგიწერეთ კომენტარებში და Instagram-ზე შეგიძლიათ მოგწეროთ, შეამოწმეთ კომენტარი კეცბას ვიდეოზე და Instagram-ზე დაგვიკავშირეთ აუცილებლად. თქვენ ხართ გამარჯვებული. აი ხო, დარჩა კიდე ერთი 2-3 წაი 5 კაცთან წაიღო მე მგონი 1-5 დარჩა რომელსაც უკვე არ მოსვლა ჯერ და გელოდებით. მალე თორე დაურიგებთ ახლოვეს. ერიცანი მეც. შენი? კეცბას. აი ეს პროექტები 20 და 24. რომელმაც ცოტა თაობათაცვლაც მოიტანა სარდალა ხუმის მაგივრად ჩაჯდა სულამანა ჩაჯდა ალბათ ბექას ხო ღვინიაშვილის მაგივრად ლიპოს მაგივრად ხო აი ეს თაობათაცვლა შენ უშუალო შემწრე ხარ და კაპიტანი ხარ ამებით ну ვერ იტყვი რომ არ გაამართლა იმიტომ ევროპა მოიგეს ბიჭებმა და ხო ტიტულები ისქეს მაგაზე თაობათაცვლა არის გარდაუვალი რა უბრალოდ ეს პროექტები ისე მაგრად დაეხმარათ ამ ბიჭებს რომ ესე მაგრა გადმოსულიყვნენ და რაღაცის ჩავარდნები ხო უმტკინებლობა ჩავარდნები არ ქონიყოთ ფაქტია გაამართლა კი არა რამდენი ამ ბოლოს სულ მაგ ბიჭებმა მოიგეს რა ევროპები მსოფლიოები რაღაც რა თქმა უნდა ეგეთი პროექტები საჭიროა და სულ უნდა გაგზავნეს რომ თითქმის ჩაკეტილი ხარ და ყალიბდები სპორტსმენად რა სულ შეკრებაზე ხარ სულ შეჯიბრზე ხარ თუ რა თქმა უნდა ინდომებ და მიყვები მწვრთნელებს და რავი ამაზე მეტი ხელშეწყობა სპორტსმენს და თან ძიუდოში მეტი არ არსებობს უბრალოდ და რა უნდა გამოიყენონ ეს მომავალმა თაობამ რა ჩემ დროსაც იყო ყურადღება მაგრამ ეგეთ ყურადღება არ იყო მაგრამ მაინც ჩემპირაც ხაზი გავუსვა რომ მე ყურადღება არასდროს არ მომკლებია რა არც მწვრთნელებისგან და ნუ არავისგან მაგრამ ვიღაცებს ხომ მოაკლდათ რა და ვიღაცები დაიკარგნენ რა რაღაცის გამო რომ ეგ რეჟიმი ქონიყოთ რაღაცა ის და ამ ბავშვებმა უნდა გამოიყენონ რა ადრე ახლა იმაში ეხა ის პროექტი რაც არის 2028 ის რომ ეს პოდიში ჩაგწერი ადრე სახში კოჯორში და მითხარი რომ აი ამ ოთახში უყურებდიო ზიადაურის იმას და რომელმაც მიბიძგაო და ის და ეხა ბევრად უფრო კარგად არიანო თუნდაცო ლიპოს გვერდით ვარჯიშობენო რაცო ჩვენ ბავშვობაში არ იყო აი და ეხაც ნუ ხო ანუ ეს ახალგაზრდა რომელიც შავისთან ერთად იზრდება შენთან ერთად იზრდება თუნდაც ბევრად სტიმულიცაა და ბევრ მეც რამე სწავლობენ აქვს ჯერ ისეთი შეკრებებია და ის რო აი რა მართლა რო არ იყო ჩვენ დროს და ერთ შეჯიბრს ჭიდაობდი ახალგაზრდებში და ისე უნდა წასულიყავი ევროპის ჩემპიონატზე იქ თუ წააგებდი შეიძლება ვერ წასულიყავი და ეხა იმდენი შანსი გაქვს და იმდენი ის რომ დღეს არსებობს რომ ვიღაცა დაიჩაგროს თუ შეუძლია რა პირიქით დღეს ეგეთ ხალხს ეძებს რა თუნდაც ფედერაცია თუნდაც რომ ვიღაცა მივარჯიშოს მოემზადოს ხელშეწყობა აქვს დააჭმევენ ასმევენ აცხოვრებენ ბაზები არის გაკეთებული ხა შეგიძლია ყვარელში ჩახო ფასოვანი მომზადება გაიარო რა ხართ და პედაგოგო ვიყავით სოფლიომდე ხო ვიყავით ჩამოსული ეგეთი დარბაზი კიდე რა საქართველოში კი არა
ბევრ სხვა ევროპის ქვეყნებში არ არის და ნუ ეხა იაპონიაში კიდე სხვა ის არის, მაგრამ იაპონიასაც რო შეიძლება ისეთი გარემო არის რა. ხო, ეხა ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეხა რეალობას რო თავი დავანებოთ, როგორი რეალობაა დღეს ქვეყანაში, ასეთი შედეგი ეხა ყველა წონაში რო გაქვს მედლის პრეტენზია და არის ბაბამიდი და ყველაფერი, ავი სწორი მუშაობის შედეგი არის რა. ნიდა. რავი, თხოვნაც იქნება და რავი, მეგობრულიც და გინდა როგორც სპორტული, რომ ეს შანსი არ უნდა გაუშვან ამ ბავშვებმა ხელიდან რა. თორე ეგ შანსი მეორედ იმას არ მოუვა თუ სხვას კიდე მოუვა უფრო პატარას. ხო, რა თქმა უნდა. თქვენი როლის დიდია კიდე ხა მომავალთაობაში, ხა თქვენ თუ გაიზარდეთ ზვიადაურის ყურებით, სირეკიძის ყურებით და რავი ხა ნაწილი ბექაური შავდათუაშვილის ყურებით არის გაზრდილი, ხა მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაურის ნათლული არის. ხო, ეგ რასაც უყურებ და რასაც თქვენი ყურებით იზრდება. რასაც უყურებ და რასაც ხედავ ყოველდღიური შეხება გაქვს იქიდან იღებ მაგალითს რა ნებისმიერ ცუდსაც და კარგსაც ეგ არის. დღეს ისეთი სიტუაცია არის რომ სუვარჯიშია და რავი ოჯახური ურთიერთობა არის და სიცილი და ხიარობა და ეგ ის ვარჯიშიც ქსიამოვნებს მერე და ეგ უკვე მე თვითონი მომავალმა თაობამ უნდა შექმნას ისეთი სიტუაცია რომ ეგეთი განწყობა იყოს და წარმატებები. ეხლა ევროპის ჩემპიონატი ქონდათ, ეხლა სოფლიო ჩემპიონატი ექნებათ ახალგაზრდებს და წარმატებებს უსურვებს და იმედია რომ ჩვენზე უკეთესები იქნებიან. ხო, ეხლა ფესტივალი იწყება დღე-დღეზე, ხარიან. ხო, ბავშვთა ოლიმპიადა იწყება. ხო, მაკედონიაში. თუშ, აი სულ მართლაც მომაინტერესებდა და ეხლა კითხავ. პირადი მწვრთნელი რო გიზის და ნაკრების მწვრთნელი. ანუ ძალიან დიდი განსხვავებაა ეგ. ვიცი როგორია ძალიან დიდი განსხვავებაა, იმიტომ რომ მაინც 80% შენაკეთებ ყველაფერს რა, გადაწყვეტილება მაგრამ ჩემს თუნელი მეჩდა რაღაც პერიოდი რა. მაშინ რაღაცა ის ცოტა გაურკვეველი ვითარება იყო და მაგ პერიოდში მომიწე ევროპის ჩემპიონის გავხდი, სოფლიო ჩემპიონის გავხდი და რა ნომისწრული აქვს ჩემპიონატს თუნეს მაგ ყველაფერში რა. და ესე რომ რაღაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ნუ როცა უკვე ნაკრების მწვრთნელია გუნდს ავარჯიშებს და ნუ სხვა სიტუაცია არის, იქ პირადი მწვრთნელი სასიამოვნოა რო იყოს, მაგრამ როგორც მე მომინდება, მე ყველა ნებისმიერს მოუნდება თავის პირადი მწვრთნელი რო დაისვას და ყავდეს რა გვერდზე. რა თქმა უნდა, ეგ ძალიან დიდი კომფორტია, მაგრამ ხო, მესმის. ხო. შენ თუ აპირებ მე სამომავლოდ, თუნდაც მწვრთნელობაში რო გამოსადობდი, თუ გიფიქრია უკვე ამაზე, სამომავლოდ თუ აპირებ და ვიძახი, რომ ძალიან მინდა ჩვენსკენ კოჯორში ან მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მინიმუმ ყვალისნაირი დარბაზი მაინც მოვაწყო რა. როგორ შევძლებ არ ვიცი, ან ვინმე დამეხმარება რაღაცა. ეგ ზუსტად არ მაქვს დაუსტებული, მაგრამ ვაპირებ აუცილებლად რომ ჩემი კლუბი გავხსნა რა და რაღაცნაირად ნუ ეხლა თრად შეიძლება ბოლომდე ვერ გადავერთო მაგამით, მაგრამ ჩემი კლუბი მინდა რომ არიან ხო ბავშვები რომლებიც არიან, კი სურვილი აქვს და რა ვიცი, ნახოთ, რაღაცა იმედები არის, დაპირებები არის და იმედია რომ გამოვა რა. და რავი, გონია რომ ეკუთვნის იმ ხარეს, იმიტომ ისეთი კაი ადგილია. იგივე ქვეყანას პირიქით, რაც მეტი სახელობის თუნდაც კლუბი გაიხსნება, ქვეყანას პირიქით წამოაწადგება კონკურენცია თვითონ ძიუდოს რა თქმა უნდა განვითარებას აიწევა რა ეხლა სათითაო თითოეულმა რო თავის კლუბი გახსნას და ეგაც ცალკე შეჯიბრი იქნება მე ერთმანეთში და სასიამოვნო იქნება რა. ხო საკლუბო დაპირისპირებები იმდენად არ არის ხა კი არის პერსპექტივაში რაოდენობით არის რომ ეგრე უნდა იყოს რა, იმიტომ რეალურად გერმანიაშიც ეგრეა, საფრანგეთშიც ეგრეა, ისპანეთშიც ეგრეა, იაპონიაშიც უფრო მეტი შედეგი იქნება მე. შედეგიც მეტი იქნება, სანახაობაც მეტი იქნება, გულშემატკივარი იქნება და ძალიან სასიამოვნო საყურებელი იქნება რა. რავი, ნახოთ და ვინ უფრო მაგარი ის უფრო მაგარი აკადემია იქნება, ეგაც ნახოთ რა. ხო, ყველაზე კარგად რაც გამოგდის, ეგ უნდა აკეთო და ძიუდო ვიცით, ეხლა ამ ეტაპზე ყველაზე კარგად და რა თქმა უნდა სურვილი მაქვს. შეგვიფასე პოსტერი. შენი თავი.
ცოტა შავია. ცოტა შავია, მაგრამ ძალიან მაგარია. ამას აუცილებლად გაგატანთ. საჩუქრად ესე ტრადიცია გვაქვს. ხო. ძალიან მაგარია. თუშ, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი? ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რა არის? რო იცხოვრო. მოიცხოვრო რა, რაღაც აკეთო, სულ რაღაც შექმნაში. და იმედი არ უნდა მოიკნა რა. რაც იმედი რო გაქვს, სულ ცხოვრობ რა. და ბოლო კითხვა სტუმარს რა კითხვას დაუტოვებთ? შემდეგს. მომდევნო სტუმარს არ ვიცით ვინ იქნება უღონთ. აი როგორც კეთვა ხო დაგიტოვა რომ რას აკეთებ საქართველოს? კარგს აკეთებ თუ არა საქართველოს. კესმამაც არ იცო. ხო, კარგს აკეთებ. არ იცო. კესმამაც არ იცო და ვინ იქნებოდა შემდეგი სტუმარი. რას კითხავდი? ჩვენც არ ვიცით შემდეგ ჯერ. სტუმარს. გვეშველებ არა. არა, ეგ არა. ეგ კაი კითხვა. ისე. იყოს ძალიან კაი. ხო, მე არ მაქვს პრობლემს ხანაირად არ გაიგოს. გვეშველებ არა. აუცილებლად გვეშველებაო ეგრე დაიწყოს. და რო დაიწყოს არაფერი არ გვეშველებ. იყოს. იყოს, всё. მაგითი ვიწყებთ, შემდეგ იყოს. მადლობა, რომ მოხვედი. ვისაუბრეთ. წარმატებებს გისურვებთ. ბევრი იმაში, 26-ში თბილისში ჰიმნი, ბაქოში ჰიმნი. ჩვენ ერთხელ ავაჟღერეთ ბაქოში ჰიმნი და ეხლა მეორეჯერაც უნდა. ერთხელ თუ შევძლით, მეორედაც შეგვიძლია. მადლობა თუშას და მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო ჩვენთან ერთად. დროებით დაგემშვიდობებით, დავბრუნდებით. კაცმარის.